სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ჩვენს თანამედროვე ცხოვრებას ბევრი მანკიერი მოვლენათან ახლავს და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ეშმაკის დემონის მიერ მოწოდებული ასეთი სასტურია როკ მუსიკა, ჯაზი, ანუ მუსიკა, რომელიც თავისთავად შეიცავს სატანურ მუხტს, დემონურ ფანტაზიას, მოიცავს გავლენას და საკმაოდ ძლიერ გავლენას ადამიანის სულზე. მთელი თავისი დაცემით და დაღუპვით. განსაკუთრებით როკ მუსიკა გავრცელებულია ახალგაზრდებში. არის უამრავი ჯგუფი შექმნილი, იქმნება ახალი ჯგუფები, სავსეა ღამის კლუბები, სადაც არაერთი ახალგაზრდა იწამლავს თავის სულს აი ამ საშინელი მუსიკით, ეგრეთ წოდებული მუსიკით. ისე როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ კაზინო ტოტალიზატორები უნდა იქნეს გატანილი ქალაქ გარეთ, ასევე სასურველია, რა თქმა უნდა, რომ ღამის კლუბებიც და არა ასეთი რაოდენობით გატანილი იყოს ქალაქ გარეთ, რათა ყველასთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ისეთ ასაკის ბავშვებისთვის, მე ასე ვიტყოდი, არ იყოს ხელმისაწვდომი. კი არის იქ თითქოს ასაკობრივი ცენზი, ვინ და შევიდეს, ვინ არა, მაგრამ ამას ახლა არავინ არ დაგიდებთ, იქ ვინ შევა და ვინ არ შევა. თავარია შევიდეს. იქ ფული გადაიხადონ და ეს სატანური ბანგი მიიღო. ქრისტიანის სულზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს ჯაზ მუსიკა, როკ მუსიკა, დისკო მუსიკა, პანკ მუსიკა და თანამედროვე პოპულარული მუსიკის სხვა ფორმები. ეს გავლენა მხოლოდ ხელოვნების სფეროთი როდი შემოიფარგლება, არამედ ახალგაზრდების ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს. როკ კულტურა ყოველი ახალი თაობის განწყობის მიხედვით ქამელეონივით იცვლება. დასახელებებსაც იცვლის და ახალ სტილს ამკვიდრებს. ხანდახან იგი თითქოს უარყოფს კიდეც გუშინდელს და თავის წინააღმდეგ ჯანყდება. ამით კიდევ უფრო ცხოველ ინტერესს იწვევს და არსით კი მუდამ ერთი და იგივე რჩება. ეს მოვლენა უკიდურესად აღმაშფოთებელი, საძაგელი და შეურაცხყოფელია ყოველი წესიერი ადამიანისათვის. მით უმეტეს მიუღებელია იგი ქრისტიანისათვის. თვით როკ-ენ-როლის წარმოშობა დასავლეთში ახალგაზრდობის სექსუალურ რევოლუციოდ აღიქმებოდა. ეს დამანგრეველი კულტურა ჭყალებში პირდაპირ ჯოჯოხეთისაკენ ისტუმრებს ახალგაზრდობას. მისი გზა მოფენილია ყველაზე საძაგელი, საშინელი, სასიკვდილო ცოდვებით. ესენია სიძვა და ზღვარი უკუღმართი გამოვლენებით. თავისუფალი სიყვარული, ანუ ყოველგვარი სირცხვილის უგულებელსყოფა, ნარკომანია თავისი საზარელი შედეგებით, დოზის გადამეტებით გამოწვეული სიკვდილით, ძალადობით, თვითმკვლელობით და ასე შემდეგ. აღარას ვამბობ სრულიად თავაშვებულ ღმერთის გმობაზე, რომელიც ხშირად გაისმის როკ სიმღერების ტექსტებსა და როკ ვარსკვლავების გამომწვევ გამოსვლებში და რომელიც თან ახლავს მთელი ამ ახალი კულტურის შავბნელ ფილოსოფიას და ყოველივე ამის გვერდით ხშირია უფალ იესო ქრისტეს ხსენება, ჯვრის ან მაცხოვრის გამოსახულების ჩვენება, რაც კიდევ უფრო მეტად უნდა სტკენდეს გულს ნამდვილ ქრისტიანს, რამე თუ ეს ყოველგვარი სიწმინდის აბუჩად აგდება და მეტი არაფერი. ამგვარი სიმღერების ტექსტებში მრავლადაა ღმერთის საგმობი გამონათქვამები, ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც. იმისათვის, რომ საბოლოოდ გარყვნან ახალგაზრდობის გონება და რაც შეიძლება მეტად გაავრცელონ დემონური გავლენა, სიმღერების ჩანაწერებში ჩადებულია ეგრეთ წოდებული ქვეცნობიერი ინფორმაცია, ანუ საზარელი
სიტყვები, მოწოდებები, წყევლა, რაც ჩანაწერის უკუღმა მოსმენისას კარგად ისმის. გამოკვლევებმაც ხალხო, რომ ქვეცნობიერი ფენა იჭერს ამ ფრაზას მაშინაც კი, როდესაც სიმღერა მსმენელისათვის უცნობ ენაზეა დაწერილი. როკ-ენ-როლში ჩადებული ქვეცნობიერი ინფორმაციები შემდეგი ხასიათისაა. სექსუალური გაუკუღმართების ყველა სახე, არსებული წესრიგის წინააღმდეგ აჯანყებისაკენ მოწოდება, თვითმკვლელობის ჩაგონება, მკვლელობისა და ძალადობისაკენ მოხმობა, სატანის მსახურება. უფრო ნათლად რომ გიჩვენოთ როკ-ენ-როლის დემონური პირდაპირ სატანური სულისკვეთება, რამდენიმე დამახასიათებელ ფაქტს მოვიყვანთ. თვით ტერმინი როკ-ენ-როლი კლივლენდის დისკოთეკის ერთ-ერთმა ჟოკეიმ მოიგონა. იგი გადმოსცემს ადამიანის სხეულის ორ მოძრაობას სექსუალური აქტის დროს და ამერიკის გეტუების ჟარგონიდანაა ნასესხები. ბიტ მუსიკა, ბიტი ესაა რეგულარული პულსაციის განუწყვეტელი გამეორება მოკლე რიტმებთან შეთანხმებით, რომელსაც დასარტყმელი ინსტრუმენტი და ბას-გიტარა გამოსცემენ. ეს ბიტი ახასიათებს როკ მუსიკის მთელ რიტმს. მძიმე როკი. აქ ბიტი ისე მოქმედებს, რომ სექსუალურ ინსტინქტებს აღაგზნებს. სუსხავი როკი. ბიტი ამძაფრებს ნერვიული სისტემის რეაქციას სხვადასხვა ჰალცინოგენურ ნარკოტიკებზე. უშნო როკი აღაგზნებს ძალადობასთან, მკვლელობასთან და ჯანხთან დაკავშირებულ ინსტინქტებს. სატანური როკი. მას საფუძველი ბიტლებმა ჩაუყარეს, როდესაც 1968 წელს ეშმაკის თეთრი ალბომი გამოუშვეს. ამ დროს პირველად გაჩნდა ქვეცნობიერი ინფორმაციები სატანის სახარების გადაცემისათვის. პანკ როკი, მისი მიზანი და ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორიას კოლექტიური ძალადობის, სისტემატური დანაშაულებებისა და თვითმკვლელობისაკენ მოუწოდოს. პანკ როკისათვის სრულიად მისაღები და დამახასიათებელია ამ ტიპის შემთხვევები. კონცერტის დროს მომღერალი პარტნიორს ჩარვალში ჩაკერებული სამართლებლის ჭრის და მერე გასისხლიანებულს ეკლებიანი სამაჯურით სცემს. როკ-ენ-როლი აქამდე ჯერ კიდევ 1985 წელს მივიდა და პანკებს ინგლისში უწინ ორივე სქესის მეძავებს უწოდებენ. ამ სიტყვის გვიანდელი თარგმანია ნაძირავა. დისკო მუსიკა ნიუ-იორკში გაჩნდა 1973 წელს დიდი ამერიკული მეტროპოლიის ჰომოსექსუალისტებს შორის. გაზეთი Daily News 1978 წელს ასე აანალიზებს დისკოს ფენომენს. ისინი, ანუ მუსიკოსები, ერთმანეთისაგან გამაყრუებული მუსიკით არიან განცალკევებულნი და თვალის მომჭრელ სინათლეში დანთქმულნი ყველაფერს აკეთებენ, რაც თავში მოუვათ. ისე რომ არც გვერდიდან უყურებენ თავიანთ თავს და არც არაფერს აანალიზებენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თითოეულ მათგანს ხელში სარკე უჭირავს, წინ მიიწევს და თან განუწყვეტლივ ერთსა და იმავეს გაიძახის. მე. აღსანიშნავია, რომ როკ-ენ-როლის ყველა ავტორი სატანური ეკლესიის წევრია, ბრჭყალებში ეკლესიის, ხოლო როკ ჯგუფების უმრავლესობა ამა თუ იმ ლუციფერულ რელიგიას აღიარებს. როდესაც პირფიტას უშვებდნენ ან და ახალი სიმღერის კონცერტზე გატანას აპირებენ, ისინი თავიანთ ტაძრის ქურუმს თხოვენ მოაჯადოოს ეს ნაწარმოები, რათა მან წარმატება მოიპოვოს. ამ რიტუალის შემდეგ, როდესაც პირფიტის შესალოცად უამრავ დემონს მოუხმობენ, იმავე დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა. ელის კუპერმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება და ამ ამბავმა მას დიდი აღიარება მოუპოვა. მიკ ჯაგერი, როლინგ სტოუნზის წევრი, სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. თავის თავს იგი ხორცშესხმულ ლუციფერს უწოდებდა. ამას მისი სამი სიმღერაც მოწმობს. ეშმაკისადმი კეთილგანწყობა, მის სატანურ უდიდებულესობას და ჩემი ძმის დემონის შელოცვა. ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ არასოდეს დაუწერია და უმღერია ისეთი სიმღერა, მანამდე ჯადოსნურ ენაზე რომ არ ყოფილიყო დაწერილი.
ჯონ ლენონმა ეშმაკის თეთრი ალბომის საჯარო შესრულებისას თქვა: ქრისტიანობა გადაშენდება, იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ ვიდრე იესო ქრისტე და მე არ ვიცი ვინ წავა პირველი, როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა. ბიტლების სიმღერის ჩანაწერში რევოლუცია ნომერ 9 სიტყვა ნომერ 9 12-ჯერ მეორდება. თუ ამ ადგილს უკუღმა მოვისმენთ გამოდის ფრაზა: სექსუალური სიამოვნება მაგრძნობინე მკვდარო ადამიანო. ახალგაზრდებს კარგად ახსოვთ ლედ ზეპელინების ჯგუფის სიმღერა კიბეცისაკენ. მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის, ხოლო სიტყვებში კიდევ გაქვთ დრო, რომ შეცვალოთ გზა, რომელსაც ადგახართ, ასე იკითხება და ისმინება. საყვარელო სატანა, შენს გარდა ვერავინ მაჩვენებს გზას. Black Oak არკანზასის ჯგუფის სიმღერაში, როდესაც არკანზასში ელექტროობა შემოვიდა, ერთ-ერთი ნაწილი უაზრო სიტყვების გროვას წარმოადგენს. უკუღმა მოსმენისას გამოდის: სატანა, 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 იგი ღმერთია, 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 რის შემდეგაც დემონური სიცილი გაისმის და ასე შემდეგ. 1991 წელს მთელს მსოფლიოში გაყიდული ფირფიტების 90% როკ დისკები იყო. 130 მილიონი წელიწადში გარდა 100 მილიონი როკ ალბომის. ამგვარად ეს ფენომენი მთლიანად მოიცავს მსოფლიოს ორივე ნახევარსფეროს თითქმის ყველა მოზარდს. კიდევ ერთი რამ, როკ კონცერტების უმრავლესობას დიდი მსხვერპლი ახლავს თან. გონდაკარგული ბრბოს ზედახურაში ზოგს თელავენ ან ახრჩობენ, ზოგს კი ნარკოტიკების ზედმეტი დოზა უღებს ბოლოს. ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ კონცერტზე 640 ახალგაზრდა დაიღუპა და რადგანაც საცხედრეს მასივრები უკვე გადატვირთული იყო, ამიტომ როკის 650 მსხვერპლი დერეფანში დაასვენეს. შენობაში სიკვდილის აზარელი სუნი დატრიალა და გვამების ამოცნობა ვერ მოხერხდა. ეს ახალგაზრდები უმეტესად ოჯახიდან გამოქცეულები იყვნენ. ჟურნალისტ ქალს ჯუდი არგაზონის, რომელსაც შემთხვევის ადგილიდან რეპორტაჟი მიხავდა, სატანამ ყურში ჩაშჩურჩულა. კარგად დააკვირდი, ეს ჩემი ნადავლია, ამ დარბაზში ჩემი ნადავლის გამოფენაა. ნუ იფიქრებთ, რომ ქრისტიანს შეუძლია ხანდახან მაინც მოისმინოს ამგვარი, თითქოს შედარებით უწყინარი სიმღერები. არა და არა, ეკალთაგან ყურძენს ვერავინ მოიწევს და ვერც ხენეში ხე გამოიღებს კეთილ ნაყოფს. შეუძლებელია ჯოჯოხეთის ქვესკნელში ფესვ გადგმული ხე უვნებელ ნაყოფს ისხამდეს. განა შეიძლება ქრისტიანი ისე გასართობად გაესაუბროს ეშმაკს, ან და მასთან ერთად დაუაროს დაულური. და კიდევ ერთი რამ, რაც როკ მუსიკას თან ახლავს, ამაში ყველა ახალგაზრდა დამეთანხმება, რომ ნარკოტიკის გარეშე როკ მუსიკა ძალზე ძნელი მოსასმენია. აი ამიტომ პირდაპირ არ იგებენ ნარკოტიკულ საშუალებებს ასეთ ღამის კლუბებში და ნელ-ნელა აჩვევენ ამ საწამლავს ადამიანს, დემონურ ბანკს და შემდეგ თანდათანობით უკვე ადამიანს ახალგაზრდას განსაკუთრებით უჭირს გამოსვლა აი ამ მძიმე მდგომარეობიდან. ასევე უხვოთა იქ ალკოჰოლი და უნდა ითქვას, რომ ბიჭებზე უფრო მეც ხშირ შემთხვევაში გოგონები სვავენ და ჩვენ გვინახავს ლესელიძის ქუჩაზე განსაკუთრებით მომრავლებულ ღამის კლუბებიდან ესე უაზროდ უგონოდ გარეთ მობოდიალე ახალგაზრდები, როგორც გოგოები, ასევე ბიჭები. არავინ არ არის მათი პატრონი. არც მშობლებს ახსოვთ ისინი და არც ხელისუფლებას. რადგანაც თუ კი ხელისუფალი იფიქრებს თავის მომავალზე, რომ აი ასეთ მდგომარეობამდე ისინი არ მივიდნენ, მაშინ ბუნებრივია შეეცდება სხვადასხვა მექანიზმი მოიფიქროს იმისათვის, რათა ეს ბავშვები გადარჩენენ. და როცა შენ უხსნი მათ საშუალებას აძლევ ღამის კლუბების სახით, სხვადასხვა აი როკ კონცერტების სახით, რომელიც
არავინ არ იცის ვისგან ფინანსდება, ჩამოდიან ესეთი ჯგუფები სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა სოფლებშიდაც კი მართავენ წარმოდგენებს, იკრებენ უამრავ ახალგაზრდას იმისათვის, რომ თავიანთი აი სატანური მუსიკით მოაჯადოონ ეს ახალგაზრდები და მიაჩვინონ საწამლავს, რომელსაც ნარკოტიკი ქვია. ასე რომ ეს არის საერთო საფიქრალი, საერთო საზრუნავი ჩვენი, განსაკუთრებით ეკლესიის და ჩვენ ვცდილობთ ბუნებრივია, რომ ამასთან დაკავშირებით რეაგირება მოვახდინოთ. და როდესაც ვახდენთ ხოლმე რეაგირებას, აი სწორედ ასეთი ახალგაზრდებიდან, ვინც დაკავშირებულია ამ საშინელებასთან, მოდის პირდაპირ ჯანყი, ასე ვთქვათ, რომ აი ეს ხალხი, ეს ჩამორჩენილი, ბნელი ხალხი, როგორ ვიგრძალავს ასეთი მუსიკის მოსმენას, მე გაგახსენებთ კაზანტიპას თემას, როდესაც საშინელება უნდა გამართულიყო საქართველოში და იგი ჩაიშალა ღვთისმადლით, იმიტომ რომ ეკლესიამ განსაკუთრებული ასე ვთქვათ ძალისხმევა გამოავლინა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ის ჯებ კონცერტები, რაც იმართება ახლა იქ ანაკლიაში, არანაკლები სიმძიმისა ელექტრონულ მუსიკას გულისხმობ, რომელიც არა მარტო ანაკლიაში, არამედ სხვადასხვა ქალაქებში, ზაფხულში განსაკუთრებით იმართება და იქ მყოფი ადამიანები დამეთანხმებიან თუ რა ხდება იქ იმ დროს. აი იგივე ნარკოტიკი, იგივე ალკოჰოლი, იგივე სექსუალური ასე ვთქვათ ორიენტაციები ადამიანების, როგორც ბიჭების, ასევე გოგოების და უპატრონოთ ესე დარჩენილი ეს ახალგაზრდები. და ამ დროს მესვეურნი ჩვენი კულტურისა ამაყობენ, რომ აი ასეთი კონცერტები მოაწყვეს საქართველოში. ერთი შეხედონ იქ თვითონ მივიდნენ და რა ხდება, ნახონ ერთი იქ. აი იმ ახალგაზრდებში გაჩერდნენ და ნახონ რა ხდება იქ. ღმერთმა დაუცოს ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი ახალგაზრდობა, მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. სად მინდიან ჩვენი შვილები, რას აკეთებენ ჩვენი შვილები, უნდა ვდიოთ მათ, ბოლომდე უნდა ვდიოთ მათ, რათა ვიცოდეთ ზუსტად რა გარემოში, ვისთან იმყოფებიან, რას აკეთებენ, რას საქმიანობენ, კიდევ ვიმეორებ, რომ მათი პატრონი არავინ არ არის. ბოლოს ხელს მოკიდებენ, დაიჭერენ და ციხეში შეიყვანენ და ამით მთავრდება ყველაფერი, ვითომ თითქოს იქ გამოსასწორებელი იყოს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.